საქართველოს მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის ექსპორტი იზღუდება. იკრძალება 140 კილოგრამამდე წონის საქონლის სხვა ქვეყნებში გაყიდვა. მთავრობის დადგენილებაში არგუმენტად ქვეყანაში ხმოვების მკვეთრად შემცირებული რაოდენობა სახელდება, რაც ხორცის ფასზე ნეგატიურად აისახება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წლიდან პირუტყვის ექსპორტის მაჩვენებელი გაორმაგებულია. ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან საზღვარგარეთ 370,000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. თუკი 2015 წელს მხოლოდ 53,000 სული საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. მზარდი იყო სტატისტიკა 2017 წელსაც. 2018 წელს კი მცირედით იკლო, თუმცა მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალი იყო. ცოცხალი მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი, რომელთა წონა საშუალოდ 70-80 კილოგრამია, ძირითადად ერაყში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის. ხბოს ასაკში უფრო და უფრო ნაკლები წავა, განვითარდება უშუალოდ საკვები ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება. ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მთავრობის ახალ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, აკრძალვის მიზანი ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად მეტი დამატებული ღირებულების შექმნაა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მომგებიანი იქნება. ბოლო 2 წელიწადი ხასიათდება მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის რაოდენობის, ანუ სულადობის შემცირებით, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ექსპორტი იზრდება, ხოლო მეორეს მხრივ ღირებულება მთლიანად სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა. ჩვენ ფიქრობ, შემხედრე ღონისძიება მივიღეთ ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ. ფერმერთა ნაწილი ფიქრობს, რომ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 140-დან 200 კილოგრამამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რადგან მოქმედი აკრძალვა უშედეგო იქნება. ბექა გონაშვილის თქმით, აკრძალვა წონის მიხედვით მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც არაერთი ქვეყანა მიმართავს. ფერმერი ხორცის მოთხოვნა მიწოდების პრობლემაზეც საუბრობს. დამირეკავთ ჟურნალისტები და მეტყვით, რომ რატო გაძვიდა საქართველოში ხორციო და იცოდეთ, რომ ამის გამო ქვეყანაში ფიზიკურად ახალგაზრდა საქონელი მოზარდი არ არის. არ დარჩენილი მხოლოდ ბებერი ძროხა, რომელიც შედარებით იაფია და ის არის ჯერ კიდევ ბაზარზე. ისიც რომ ამოიყიდება, საქართველოში იქნება პრობლემა. მიმდინარე წლები ხასიათდება ხორცის ფასის ზრდით, ესეც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად დაბალანსდება. ცოცხალი, ანუ ახალი ხორცი, ხელმისაწვდომობა უფრო ნაკლებია და ამიტომ ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომობასაც გაზრდის. გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყნიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, დარგის სპეციალისტები სხვა პრობლემაზეც მიუთითებენ. მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, სოფლის მოსახლეობა სიდუხჭირიდან გამომდინარე იძულებულია გაყიდოს საქონელი, ვინაიდან გლეხებს უჭირთ პირუტყვის მოვლა-პატრონობა. ასოციაცია მომავლის ფერმერის წარმომადგენლის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად კი ერაყისა და აზერბაიჯანის, თავად დადიან სოფლებში და მოსახლეობისგან ხბოებს ყიდულობენ, რომელთა საშუალო ფასი 400 ლარია. ყველაზე რთული გაზდა არის 6 თვის გაზდა. მოსახლეობა ყიდის იმ პირუტყვის მოზარდებს, რომ მათ ამით ესე იგი თავის შემოსავალი გაზარდონ, ანუ პრობლემებშია თვითონ მოსახლეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესს დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ცვლილებებით შევიდეს დადგენილებაში და წონის ზღვარი კიდევ უფრო გაიზარდოს.